ღვთისა და სულისა წმინდის სახელით. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემაა მოციქულები პეტრე და პავლე. პეტრე და პავლე ბრძანდებიან იესო ქრისტე ნაზარეველის, ჩვენი უფლის მოწაფეები, რომლებიც როგორც დანარჩენი, ისე ესენი ხდებიან მოციქულები. მოციქულთა დიდი ნაწილი მოწამეობრივად აღესრულება. ვამბობთ სიტყვა მოწამეობას და ვიცით, რომ ეს სიტყვა ნიშნავს რაიმეს დამოწმებას. და აი ამ შემთხვევაში პეტრე და პავლე თავიანთი სიცოცხლით ამოწმებენ იესო ქრისტე ნაზარეველის, ჩვენი ღმერთის ღვთიურ ჭეშმარიტებას. მოციქულები მოწამეობრივად კი აღესრულნენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარდაცვალების პერიოდში იწამეს. მათ ყოველი ცისმარე დღე გატარებული აქვთ შრომაში, წვალებაში და წამებაში. მათ სჭირდებოდათ სულიერი ძალა ვითარცა კლდის მომტვრევისა, ვითარცა მთის დაძვრისა და არა მარტო სულიერი. მოციქულებს სცემდნენ, შოლტავდნენ. პავლე მოციქული ქვებითაც ჩაქოლეს. და როდესაც ეგონათ, რომ იგი გარდაიცვალა, მისი სხეული ქალაქიდან გაათრიეს და ქალაქგარეთ დატოვეს. აქვე აღსანიშნავია პავლე მოციქულის უპირობო სიყვარულის შესახებ კაცისა და ღვთის მიმართ. როდესაც მამა პავლე მოდის გონებაზე, ის ბრუნდება იმავე ქალაქში, სადაც სასიკვდილოდ ჩაქოლეს, რათა იქადაგოს ქრისტეს სიტყვა, დაეხმაროს ადამიანის სულს, მოინადიროს, როგორც სახარებაში ვკითხულობთ. ვამბობთ მონადირეობას და გვახსენდება იესო ქრისტეს სიტყვები ნათქვამი პეტრეს მიმართ. ნუ გეშინეს სვიმეონ, ამერიდან იყო კაცთა მონადირე. ჩვენი უფალი მოციქულს აკურთხებს მონადირედ. აქ იგულისხმება არა ის მონადირეობა, ადამიანი თავის ნანადირებს რომ მოიხმარებს გამდიდრებისთვის, განდიდებისთვის. არამედ აქ ნაგულისხმებია ადამიანის სულის მონადირება, გამოცლა ბოროტის კლანჭებიდან იესო ქრისტეს სიტყვის ქადაგებით. ესე იგი, ეს სიტყვა მონადირეობა სახარებაში ნახმარია, როგორც იესო ქრისტეს მსახურება. მოციქულები პეტრე და პავლე მოციქულთა გვირგვინად, ეკლესიის თავად არიან აღიარებულნი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები შემდგომ ქრისტეს გაცნობის შემდგომ ემსახურებიან ერთი და იგივე კეთილ საქმეს, მანამ ბევრად გასხოვდებიან ერთმანეთისგან. გასხოვდებიან ერთმანეთისგან თავიანთი შთამომავლობით და თავიანთი საქმიანობით. პეტრე სვიმეონი არის გალილებელი მეთევზის, იონას ძე. ანდრია პირველწოდებულის ძმა. ზუსტად ანდრია შეატყობინებს თავის ძმას სვიმეონს იესო ქრისტეს როგორც მესიის,
როგორც ცხებული მეფის გაცნობის შესახებ და თავად მიჰყავს ქრისტესთან ანდრიას სვიმეონი. აი, ამ შეხვედრის დროს ქრისტე მიმართავს სვიმეონს. სვიმეონ, ძეო იოანესი, შენ ამის შემდეგ იქნები კეფა. კეფა რას ნიშნავს? კლდეს. იესო ქრისტე ყველაზე მეტ სასწაულს მოციქულთაგან პეტრეს თანდასწრებით მოახდენს. ერთი სასწაული არის პეტრეს სიდედრის განკურნება. იესო ქრისტე ერთხელ მოწაფეებს ეკითხება თავის შესახებ, თუ რას ფიქრობენ, ვინ არის ის? პეტრე მუნვე პასუხობს, რომ ის არის ქრისტე, ძე ღვთისაცხოველისა. და აი ამ დროს მიმართავს მას ჩვენი უფალი, რომ ნეტარ ხარ პეტრე, რამე თუ შენ სისხლისგან და ხორცისგან კი არ გეცნობა ჩემი ვინაობა, არამედ მამაჩემა ზეციდან გაცნობა. და მიმართავს, რომ შენ ხარ კლდე, რომელზეც დავაშენებ მეჩებს ეკლესიას, რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ შეარყევენ. რაცა დაფარული იქნება ქვეყანასა ზედა, იქნება ფარულ და რაც იქნება გახსნილი ქვეყანასა ზედა, ის გახსნილი იქნება ასევე ცათა სასופეველში. და აი ამის მერე პეტრე მოციქული შეიძლება ითქვას იესო ქრისტეს არმოშორებია. არმოშორებია მაშინაც კი, როდესაც იუდამ გასცა 30 ვერცხლად და უფალი შეიპყრეს. მაშინაც შორი ახლო იდგა პეტრე. და აი ეს ის მომენტია, როდესაც პეტრემ სამჯერ უარყო უფალი. უფალი იესო ქრისტეს უარყოფა მოცემული არის სამჯერ სახარებაში და სამივე არის განსხვავებული დატვირთვისა. ერთია იუდასგან გაცემა, ერთი პეტრესგან და ერთი თომასგან. პეტრესი და თომას სინანულის შესახებ ვიცით, რომ ისინი სინანულით განიწმინდნენ, მაგრამ იუდას შესახებ ამის მსგავსი არაფერი ცნობილი არ არის. როგორც ხალხში ამბობენ, მამლის ყივილი და პეტრეს ცრემლის ღვრა ერთიაო. აი ესე გლოვობდა მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე პეტრე მოციქული. მას ცხოვრების ფონად სინანულის გლოვა ჰქონდა. თვალის ძირები ფორებად ჰქონდა ცრემლისგან დახეთქილი. როგორც წმინდა მამები გადმოგვცემენ, პეტრე მოციქულს არ ჰქონია სული გამყიდული და ამიტომაც იყო სულ სინანულში. და თუ მან უარყო უფალი, ეს ადამიანური სუსტი ბუნების მიმანიშნებელია და მხოლოდ მამა პეტრეს თავისი მოციქულობის და ბნეული ხალხის ქრისტეს გზაზე გადმოყვანის და მათი ქრისტიანულად მონათვლის გამო გამოუტანენ სიკვდილით დასჯის განაჩენს ჯვარზე გაკვრით. იმის და მიხედვით, რომ ჩვენი უფალი აცვეს ჯვარზე, პეტრე მოციქული ითხოვს ჯვარზე გააკრან და აწამონ ის არა ისე როგორც უფალი, არამედ თავით დაბლა. და ესე თავდაყირა გაკრული პეტრე მოციქული სულის ამოსვლამდე იესო ქრისტეს სიტყვას ქადაგებდა. და 29 ივნის 67 წლის ასაკში ქრისტესთან გადის პეტრე მოციქული ქრისტეზე ქადაგებით. მოციქული სავლე, შემდეგ პავლეთ წოდებული, ბრძანდება ბენიამინის ტომიდან რომის მოქალაქე.
როგორც თავში ვთქვით, ეს ორი ადამიანი ერთ საქმეს კი ემსახურა ბოლოს, მაგრამ მეტად განსხვავებული ბუნებით იყვნენ ერთმანეთისგან, შთამომავლობით, ცხოვრების წესით. პეტრე არის მეთევზეს ოჯახში დაბადებული, თავად მეთევზე. პავლე არის განსწავლულ ოჯახში დაბადებული, თავად განსწავლული. პეტრე არის ოჯახიანი, პავლე ეწევა ქალწულებრივ ცხოვრებას. პეტრე როგორცვე იგებს იესო ქრისტეს, როგორც მესიის, როგორც ცხებული მეფის არსებობის შესახებ მას დაემოწაფება, პავლე კი ქრისტიანთა მტერია და იგი ხდება ქრისტიანი, როდესაც თავად უფალი გამოეცხადება ამაღლების შემდეგ. ჩვენ კი ვამბობთ იმას, რომ პავლე მოციქული იყო ქრისტიანთა მტერი, მაგრამ იგი თავის სარწმუნოებას, ის განსწავლული იყო თავის რჯულში და თავის სარწმუნოებას იმდენად გულწრფელად ემსახურებოდა და სჯეროდა როგორც ჭეშმარიტისა, რომ გულმხურვალედ ემსახურებოდა თავის რწმენას და აი ამიტომ იყო ქრისტიანთა მოწინააღმდეგე. როდესაც სავლე, ვითარ ქრისტიანთა მტერი, მიემგზავრება ქალაქ დამასკოში გადამალული ქრისტიანების საწამებლად გადასაცემად, მას გამოეცხადება უფალი იესო ქრისტე, რომელიც მიმართავს: საულ, საულ, რატომ სდევნი? აი ამ სიტყვებს ჩვენი წმინდა მამები გვიხსნიან ისე, რომ ქრისტიანთა მადევარი თავად უფლის მადევარია. ამ გამოცხადებისას სავლე დაბრმავდება, რომელსაც შემდგომ თავად იესო ქრისტეს კურთხევის შედეგად იესო ქრისტეს ერთ-ერთი 70-თაგანი მოციქული სახელად ანანია აუხელს თვალს, დაუბრუნებს სინათლეს. მოციქული ანანია ნათლის სავლეს. სავლეს ბუნება კვდება და მას ცვლის ღვთისმიერი ადამიანის ბუნება, რომლის საშუალებითაც თავად აირჩევს თავის ნათლობის სახელს და დაირქმევს პავლეს, რაც ნიშნავს სიმცირეს. აი ეს ორი მოციქული, პეტრე და პავლე, შესცვლიან სამყაროს. სამყაროში ადამიანის ბუნებას შესცვლიან თავიანთი ქადაგებით, იესო ქრისტეს სიტყვის გადაცემით. ისინი ქადაგებენ უამრავ ქვეყანაში, ქალაქსა და სოფელში, გზებზე, დიდრებში და ღარიბებში, ურწმუნოებში და ნაკლებ მორწმუნეებში. ბავშვებთან, ზრდასრულებთან და მოხუცებთან, დღე და ღამე. წმინდა მამები აღნიშნავენ იმას, რომ ამ ორ მამას ჰქონდა უდიდესი მადლი. პეტრე სიტყვით და საქმით კურნავდა ხალხს. ხალხი პეტრეს ჩრდილითაც იკურნებოდა. იესო ქრისტე ნაზარეველმა ესეთი რადიკალურად განსხვავებული ხალხი შეკრიბა ერთად სიყვარულით. პეტრესი და პავლეს ეს ერთობა, მათი ცხოვრება ყველა ქრისტიანის მაგალითად იქცა, რომელთაც თავიანთი ღვაწლით, მოსწამეობრივი აღსასრულით გვირგვინი დაედგათ.
ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე ღალატია, რომელიც გამოწვეულია ან ურწმუნოების გამო, ან რწმენიდან გადახვევის გამო. როდესაც ზიარებაზე წმინდა ბარძიმს უახლოვდებით, ვისაც აღქმული გვაქვს ჩვენი ცოდვები, ის ყველა ვფიქრობთ, რომ ვეზიარებით მხოლოდ მშობილ ძეს, უფალ იესო ქრისტე ნაზარებელს, როგორც ცოდვილი, არა როგორც მოღალატე იუდა, არამედ როგორც ავაზაკი, რომელმაც ჯვარზე ქრისტე იცნო ქრისტეში, რომელმაც იცნო სულის მაცხოვრებელი, ღმერთი. და ყველა ვამბობთ პეტრემ სიტყვებს, რომელმაც იესო ქრისტეს უთხრა, რომ მე ვიცი შენ ხარ იესო ქრისტე, ძე ღვთისაცხოველისა. და პავლეს სიტყვები მოსული ვარ სოფლად ცოდვილთა შორის პირველი ცოდვილი. და აი ესე ვართ შეკრებილი ჩვენს ეკლესიაში, ჩვენი ცოდვების მიმღები აღმქმელნი სულის საცხონებლად. იესო ქრისტე ნაზარეველის ჩვენი უფლის იმედით. ამინ.